ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები იყო მიღებული ნატოს მინისტერიალზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის შემდეგ ნატო არ გაფართოვებულა და დღეს 6 წლის შემდეგ გააქტიურებული, მოძლიერებული რუსეთის პირობებში შესაძლებელი გახდა, რომ ნატოს მოწვევა გაეგზავნა მონტენეგროსთვის. მონტენეგროსთვის, რომელზეც დღესვე მოვისმინეთ მოსკოვის განცხადებები, რომ მათი კატეგორიული წინააღმდეგობის შესახებ, პროექტების გაჩერების და პრობლემების შესახებ. ეს მოსალოდნელი იყო, არავის სიურპრიზი არ ყოფილა. თუმცა თავისთავად ეს გადაწყვეტილება სწორედ იმ სითამამის დასტურია, რომელზეც ჩვენ ამ თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ. დღეს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება და იგივე მინდა მეც გავიმეორო, რომ მონტენეგროს გაწევრიანება, რა თქმა უნდა, არის უზარმაზარი ოპტიმიზმის საფუძველი ასპირანტი ქვეყნებისთვის და მათ შორის საქართველოსთვის. და პირველ რიგში საქართველოსთვის, იმიტომ რომ თავად ამ კომუნიკაციას თუ წავიკითხავთ, ყველაზე მაღალი შეფასება მხოლოდ სწორედ საქართველოს აქვს, ყველაზე მაღალი შეფასება დემოკრატიული რეფორმების გატარებაში, იმ მომენტის შენარჩუნებაში, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს და ეს ძალიან ღირებული ჩანაწერია და პირველად გაჩნდა, ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რომ პირველად გაჩნდა კომუნიკაციის ჩანაწერი საქართველოს წევრობის გზაზე დადგომის შესახებ. ასეთი რამ ჩვენ წინა ტექსტებში არ ქონია, ამიტომ ყველას მინდა, ვინც დაინტერესებულია ამ საკითხებით, ვთხოვე, რომ თავიდან ბოლომდე წაიკითხოს ტექსტი და გარწმუნებთ, რომ ჩვენ ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს დღევანდელი მინისტერიალის შედეგებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ დარწმუნებული ვარ, მონტენეგროს პროცესი იქნება წარმატებული და ამ წარმატებაზე დაშენდება სხვა ასპირანტი ქვეყნების მომავალი წარმატებაც. პირველ რიგში ულოცავ მონტენეგროს მოწვევას და იმედს ვიტოვებ, რომ ვარშავის სამიტზეც ანალოგიურად მოხდება საქართველოს პროგრესის ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება.